თინეიჯერების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორუმებზეა დარეგისტრირებული. ბევრი თავისუფალი დროის გასაყვანად, ზოგი ახალი ხალხის გასაცნობად, ზოგი კი სხვადასხვა თემებზე საკამათოდ. რისთვისაა საჭირო ფორუმები, უკეთესად თვითონ შემქმნელები და წევრები მოგვიყვებიან. ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ფანიჯი იწვევს შეჩვევას. არ ამგონია სამინისტროს რომელიმე თანამშრომელმა ამ ფორუმის არსებობაზე რამე იცოდეს, მაგრამ ეს ბიჭები ასე ხუმრობენ. ყველაზე სასაცილო ფორუმის შემქმნელები თითქმის ყოველთვის კარხასიათზე არიან და სხვებსაც იყოლიებენ, ვირტუალურადაც და ლაივშიც. ეს ევანსაა. ეს კი დრისტი, დანარჩენი ფორუმელების დაკოქვას ფანიჯიზე ზუსტად ისინი ცდილობენ. ვიკრიბებით სადაც თვეში ერთხელ ვირტუალურ გაცნობა რა თქმა უნდა ჯობია რომ რეალობაში გაიცნო, მაგრამ ფორუმი იმისთვის არის რომ თავიდან ვირტუალურად გაიცნო, გაიგო რა პიროვნებაა და შემდეგ რეალობაში შეხვდა. აქტუალური ძირითადად არის გასართობი თემები, იმიტომ რომ ძირითადად უფრო თინეიჯერები არიან და უფრო პოპულარულია გასართობი თემები, სადაც ხუმრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან და იცნობენ და თავიანთ აზრს უზიარებენ ერთმანეთს. შედიხარ ფორუმზე, გადიხარ რეგისტრაციას. მერე კი სასურველ განყოფილებაში პოსტავ და პოსტავ. რამდენსაც გინდა. რაღაც მარტივად ჟღერს და პრინციპში არც არის რთული. ფორუმის შექმნისაგან და მერე მისი გაქაჩვისგან განსხვავებით. ფორუმის გასაკაჩად მთავარი არის დიზაინი, მონდომა, ვიზუალური მხარე არის ყველაზე მთავარი. ადამიანი შეუნდის პირველად ხედავს ვიზუალს. შემდეგ უკვე საჭირო არის ხალხის მოზიდვა საინტერესო თემებით და რა ვიცი, ჩემი აზრით, ვისაც სურვილი ექნება, ყველა შეძლებს რომ ფორუმი გააკეთოს. ზოგადად ფორუმები თანამედროვე ახალგაზრდობის შეკრების ერთ-ერთი ადგილია. ინტერნეტ სივრცეში მოძრავ თინეიჯერებს სხვადასხვა თემის ფართო წრეში განსახილველადაც არ სჭირდებათ კომპიუტერთან განშორება, თუმცა ფორუმზე დარეგისტრირების მიზეზი მხოლოდ შემეცნებითი ნამდვილად არ არის. ფორუმზე იშვიათად შევდივარ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ალბათ იმიტომ რომ დრო გავიყვანე უფრო მეტად და ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება გამიტევო, იმიტომ რომ თემებია ძალიან საინტერესო და ალბათ ხალხის გასაცნობადაც. არსებობენ უცნაური გამონაკლისებიც. ფორუმზე ადამიანი შეიძლება, ასე ვთქვათ, იტყუებოდეს, ანუ წერდეს სხვას და ფიქრობდეს სხვას. და ანუ შეიძლება იყოს განსხვავებული რეალობაში და განსხვავებული იყოს ფორუმზე, იმიტომ რომ უბრალოდ ხალხს მოაწონოს თავისი აზროვნებით და შეიძლება უბრალოდ სხვანაირად ფიქრობდეს რეალობაში. როდესაც ფორუმზე შედიხარ, არ ხარ ერთ წრეში ჩაკეტილი, სადაც ყველას ერთი აზროვნება აქვს და ყველას გონია რომ ეს არის სწორი და არა ის და შენ გებულობ რომ არსებობენ ადამიანები რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და ყველა ისეთი არ არის როგორც შენ წრეშია. ძალიან ცოტაა ისეთი ფორუმი, რომელიც მალევე არ კარგავს პოპულარობას. ფორუმ G კი ალბათ იშვიათი გამონაკლისია. ყოველ შემთხვევაში სხვაგან თქვენს უფროს, დეკანს ანუ ასე ვთქვათ სერიოზულ ხალხს ასე ერთად შეკრებილს ძნელია წააწყდე. აქ აქტუალური თემებიც განსხვავებული სტილისაა. კამათობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მედიცინაზე, თან მართლა კამათობენ. რასაც გვერდების რაოდენობითაც მივხვდებით, ისე ჩვენთვის მარტივად გასაგები თემებიც არაა ცოტა. ფორუმ G-ზე ისე, ცნობისთვის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. აი ეს ბიჭები მეგობრები არიან და ერთმანეთსაც ხშირად ხედავენ. იპოდრომზე და მსგავს ადგილებზე მეტად ემოქიდს G-ზე. ეს კიდევ ერთი ახალგაზრდული ფორუმია. შეიძლება არც ისე ცნობილი, მაგრამ განსხვავებული იმით, რომ ქართველი ემოების გაერთიანებას შეკრებას ცდილობს, თუ ისინი თბილისში საერთოდ არსებობენ. ემოქიდს საერთოდ რავი მირჩიეს ესე, იმიტომ რომ ემოები არიან ძირითადად ბავშვები, ან 12-დან დაახლოებით 20 წლამდე მოზარდები, თინეიჯერები. იმიტომ დავრეგისტრირდი, რომ ემოებთან არ მაქვს ძირითადად შეხება და უბრალოდ მაინტერესებს რანაირი ცხოვრება აქვთ და რას აკეთებენ თავისუფალ დროს და რავი, როგორ ერთობიან რა. უბრალოდ მაინტერესებს როგორი ხალხი არის. ემო თინეიჯერებში ძალიან ბევრი აქტუალური თემა, ისედაც ძალიან ბევრი აქტუალური თემაა, ძალიან გამორჩევა, ძალიან ჭირს ძალიან გამორჩევა თემების. რა ვიცი, ალბათ ემო როგორ ცხოვრობენ სხვა ემოები, ჩაცმულობის სტილი, ყველაფერი აქტუალურია ემოებში. ჯერჯერობით ჯერ არ ყოფილა ჩვენ ფორუმზე შეკრება, ყველა თავს არიდებს, არ უნდათ გამოჩენა და ანონიმურები რჩებიან და მე რავი, ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა ფორუმის შეკრებებზე და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და მეგობრები არიან ახლა პირადად ჩემს.
რამდენიმე მათგარი გარეგნობით. უფრო კი ვარცხნილობით ემოს მაინც მივამსგავსეთ. არა, ემო არა ვარ ნამდვილად. ფორუმის 4 წევრი და მათგან არც ერთი ემო არ არის. თუმცა ემო რო ყოფილიყო იმისთვის, რასაც ფორუმზე აკეთებს, დრო ალბათ აღარ დარჩებოდა. ჩემი მეგობარია რა, ვინც გააკეთა და ერთად გავაკეთეთ, დავიწყეთ და ერთად ვაკეთებთ ტექნიკურად, მართავთ ერთად დიზაინს ერთად და ერთად უყურებთ რა ფორუმს ასევსკაც. თინეიჯერებისთვის იმდენი ფორუმი იხსნება, ყოველს ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. თითოეულს ალბათ თავისი წრე ყავს. რაოდენობა ხომ ხარისხს არ განსაზღვრავს.